2025 წლის 4 ნოემბერს ნიუ-იორკი ახალ მერს აირჩევს. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ზოჰრან მამდანია, 33 წლის პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს მსოფლიოს ფინანსურ დედაქალაქში სოციალური და ეკონომიკური წესრიგი თავიდან განსაზღვროს. მამდანიმ პოლიტიკური დინამიკა შეცვალა, როცა დემოკრატიული პარტიის პრაიმერიში დაამარცხა ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო, ადამიანი, რომელიც ნიუ-იორკის პოლიტიკურ ელიტასთან 10 წლეულებია ასოცირდება. ჩვენ დიდი გამარჯვების ზღვარზე ვდგავართ. გამარჯვების, რომელიც მთელ ქვეყანასა და მსოფლიოს მოედება. იცოდეთ, ეს ტრიუმფი ისტორიული იქნება არა მხოლოდ იმიტომ, თუ ვინ ვარ მე, მუსლიმი იმიგრანტი და ამაყი დემოკრატი სოციალისტი, არამედ იმის გამო, რასაც ერთად შევძლებ. ამ ქალაქს ყველასთვის ხელმისაწვდომს გავხდით. რადგან ამ შეკრების შემდეგ სამამ ბევრ ჩვენგანს დაეძინება მილიონობით ჩვენი მეზობელი ქალაქის ღამის ქუჩებში გავა. ღამის ცვლაში მომუშავე ექთნები სპეცდანსაცმელს ჩაიცვამენ და სიცოცხლეებს გადაარჩენენ. საოფისე შენობები კვლავ ახალივით იქნება, რადგან ღამე მშრომელები სიბნელეში მათ ასუფთავებენ და აპრიალებენ. კიდევ უფრო მეტი ნიუ-იორკელი მთელ ღამეს დაუღალავად შრომობს და შინ იმ მძიმე განცდით ბრუნდება, რომ ეს მაინც არ არის საკმარისი. თუ ნიუ-იორკი მართლაც ქალაქია, რომელსაც არასოდეს ძინავს, ჩვენ გვჭირდება მერი, რომელიც იბრძოლებს მათთვის, ვინც დღის ნებისმიერ საათში შრომობს. მე ვიქნები სწორედ ასეთი მერი. და ვიქნები მერი, რომელიც არ მოიხრის ქედს კორპორაციულ ინტერესების წინაშე, არ მიიღებს დავალებებს მილიარდერებისგან და ვერ დაუშვებს, რომ აისი ჩვენი მეზობლები საკუთარი სახლებიდან გაიტაცოს. ამერიკაში მეფეები არ არიან. ეს გამარჯვება იყო სიგნალი, რომ ქალაქის ამომრჩეველი მზადაა მოისმინოს ახალი ტიპის პოლიტიკა, ისეთი, რომელიც აღარ ტრიალებს მხოლოდ იდენტობის თემებზე, არამედ ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ უთანასწორობაზე და გადანაწილების პოლიტიკას. ნიუ-იორკის მერობის არჩევნები ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ პოლიტიკურ მოვლენად ითვლება. ქალაქის მერი ხშირად განიხილება როგორც ეროვნული პოლიტიკის მომავალი ტენდენციების მაჩვენებელი. ბოლო წლებში ამერიკაში მემარცხენეთა Democratic Socialists of America თანდათან იძენს ხმას დემოკრატიული პარტიის შიგნით. მამდანის წარმატება ამ პროცესის ნაწილია, რადგან ის წარმოადგენს იმ მიმართულებას, რომელიც უარს ამბობს კორპორაციული დონორების გავლენაზე და ხაზს უსვამს ეკონომიკურ სამართლიანობას. My name is Zohran Mamdani. I'm running for mayor. And why did you not vote? Because I don't believe in the system anymore. Anymore. So did you believe in it at one point? ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა ნიუ-იორკი დგას სერიოზული სოციალური გამოწვევების წინაშე. ბინების ფასები რეკორდულად გაიზარდა, ქალაქში უმუშევრობა და ცხოვრების ხარჯები იზრდება, ხოლო პოლიციის რეფორმა და უსახლკარობის პრობლემები კვლავ გადაუჭრელია. ამ ფონზე მამდანის კამპანია გამოდის მკაფიო გზავნილებით. ბიუჯეტის პრიორიტეტების შესვლა, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა და სოციალური ზრუნვის გაძლიერება. მისი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს მიდგომა ქალაქის ფინანსურ სტაბილურობას დააზარალებს, ხოლო მხარდამჭერები ხედავენ მას, როგორც შანსს, რომ ქალაქი ემსახურებოდეს ადამიანებს და არა მხოლოდ ბიზნესს. ყველა პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ნიუ-იორკი მსოფლიოს უდიდესი ქალაქია. მაგრამ რა აზრი აქვს ამას, თუ აქ ცხოვრება არავის შეუძლია? მერია კორუფციაშია ჩაფლური. ცხოვრების გაძვირებაა რეალური კრიზისი. ნიუ-იორკელებს ქირისა და ბავშვის მოვლის ხარჯები ანადგურებს. ქვეყნის ყველაზე ნელი ავტობუსები კი დროსა და სიმშვიდეს გვართმევს. მშრომელ ხალხს აძევებენ იმ ქალაქიდან, რომელიც მათ ააშენეს. მერს შეუძლია ამის შეცვლა და სწორედ ამიტომ ვიწყებს საარჩევნო კამპანიას. მამდანის ეკონომიკური ხედვა ეფუძნება მარტივითიას, ქალაქის სიმდიდრე საერთო შრომის შედეგია და არა მხოლოდ კაპიტალის. ის ითხოვს ქირის გაყინვას, საჯარო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას და სოციალური სერვისების გაფართოებას, პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია მოქალაქეთა საჭიროებებზე და არა კორპორაციულ ინტერესებზე. ეს მიდგომა არღვევს ნიუ-იორკის იმ უხილავ წესს, რომელიც დიდი ბიზნესისა და პოლიტიკური სტრუქტურების ურთიერთობას წლების განმავლობაში განსაზღვრავდა. მდიდრების დაბეგვრის იდეა, რომელიც მამდანის კამპანიის ცენტრალურ თემად იქცა, საშიშად აღიქმება იმ ქალაქში, სადაც მილიონერების რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ბანკების, უძრავი ქონების და საინვესტიციო სექტორის ლიდერები ღიად აფიქსირებენ მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს. მათი შიში ნაწილობრივ სიმბოლურია. მამდანი ეჭქვეშ აყენებს იმ ეკონომიკურ ლოგიკას, რომელიც ნიუ-იორკში ბოლო 10 წლეულებში იდგა. კერძო ინვესტიციები, როგორც განვითარების მთავარი ძრავი. თქვენ თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებთ. ფიქრობთ, რომ მილიარდერებს აქვთ არსებობის უფლება? მე არ ფიქრობ, რომ მილიარდერები უნდა გვყავდეს, რადგან პირდაპირ რომ თქვათ, ეს უბრალოდ უზარმაზარი ფულია იმ ფონზე, როდესაც ასეთი დიდი უთანასწორობაა. საბოლოო ჯამში ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის მეტი თანასწორობა ჩვენს ქალაქში, შტატსა და მთელ ქვეყანაში. მმართველი კლასისთვის ეს ნიშნავს საფრთხეს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური გავლენის დაკარგვისა. მამდანი კი ამტკიცებს, რომ ქალაქის ბიუჯეტი უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ მათ, ვინც უკვე მდიდარია, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ქალაქის ყოველდღიურ შრომას ქმნიან.
ზოჰრან მამდანი არა მხოლოდ ამერიკული მემარცხენეობის წარმომადგენელია, ის აგრძელებს ინტელექტუალურ ტრადიციას, რომელიც სათავეს იღებს მისი მამის, უგანდელი მეცნიერის მაჰმუდ მამდანის ნაშრომებიდან. სუკოლონიზაცია კვლავ გრძელდება, ამის დასტური ისაა, რომ ჩვენი რესურსების გადინება და მათი მიტაცება ყოფილი იმპერიული ძალების მიერ დღესაც გრძელდება. გარკვეულ მომენტში და ჩემთვის ეს გამყოფი ხაზი იყო რუანდის გენოციდი. კითხვა შეიცვალა და დაისვა. კარგი, ეს იყო წარსული. მაგრამ როგორ გრძელდება ეს დღესაც? რა მოხდა? ამის შემდეგ კითხვამ დაიწყო ტრანსფორმაცია, ნაცვლად იმისა, თუ როგორ ექსპლუატაციას უწევდა ევროპა-აფრიკას, იგი გადავიდა კითხვაზე, თუ როგორ მართავდა ევროპა-აფრიკას და როგორი იყო ეს მმართველობის სისტემა. ამგვარად, ეს უფრო აშკარად პოლიტიკური საკითხი გახდა. არ ვამბობ, რომ მოვლენათა ეკონომიკური მხარე უმნიშვნელოა, ის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ უბრალოდ ვამბობ, რომ ეს წიგნი ამ ამბის პოლიტიკურ მხარეს ეხება. აქედან გამომდინარე, მას არ აქვს პრეტენზია, რომ არის ყოვლის მომცველი პასუხი, რომელიც ყველაფერს ხსნის. თუმცა, ის არაპირდაპირ აცხადებს, რომ პოლიტიკა უპირატესია. თუ ჩვენ პოლიტიკურ საკითხებს არ მოვაწესრიგებთ, ეკონომიკას ვერასოდეს დავაყენებთ სწორ გზაზე. მაჰმუდ მამდანი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნეა პოსტკოლონიური პოლიტიკური თეორიების სფეროში. ის წერდა იმაზე, რომ კოლონიალიზმის შემდეგ სახელმწიფოებმა ხშირად შეცვალეს პოლიტიკური ფორმები, მაგრამ შეინარჩუნეს იგივე ეკონომიკური სტრუქტურები, რომლებიც უთანასწორობას ამყარებდა. მისი აზრით, სამართლიანობა ვერ განისაზღვრება მხოლოდ წარმომადგენლობითი დემოკრატიით ან სიმბოლური აღიარებით. ის უნდა შეეხოს გადანაწილებას, მიწას, შრომასა და რესურსებს. მაჰმუდ მამდანი ამტკიცებდა, რომ პოსტკოლონიური სახელმწიფოების მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ისინი პოლიტიკური თავისუფლების მოპოვების შემდეგაც აგრძელებენ ეკონომიკური დაქვემდებარების ლოგიკით ცხოვრებას. ეს ხედვა მკაფიოდ აისახება მისი შვილის პოლიტიკაში. ზოჰრანი მსგავს კითხვებს სვამს ნიუ-იორკის კონტექსტში. ვინ ფლობს ქალაქის რესურსებს? ვის ეკუთვნის საცხოვრებელი სივრცე და ვის აქვს უფლება იცხოვროს ნიუ-იორკში? ამ დარბაზში რაღაც განსაკუთრებული ტრიალებს ამაღამ. ძალა უფლება. ეს არის ასობით ათასი ნიუ-იორკელის გაერთიანებული ძალა, რომლებიც ფუნდამენტურად ცვლიან წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა არის შესაძლებელი ნიუ-იორკში. ახლა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ ხედვას ეწინააღმდეგებიან. მილიარდერებმა ამ საარჩევნო რბოლაში მილიონობით დოლარი ჩადეს, რადგან ამბობენ, რომ ჩვენ ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოვადგენთ. და მე აქ იმისთვის ვარ, რომ რაღაც ვაღიარო. ისინი მართლები არიან. ჩვენ ვართ ეგზისტენციალური საფრთხე იმ მილიარდერებისთვის, რომლებსაც გონიათ, რომ ფულით შეუძლიათ ჩვენი დემოკრატიის ყიდვა. ჩვენ ვართ ეგზისტენციალური საფრთხე იმ ჩამონგრეული სტატუს-კვოსთვის, რომელიც მშრომელი ადამიანების ხმებს კორპორაციების ხმაურის ქვეშ მარხავს. და ჩვენ ვართ ეგზისტენციალური საფრთხე იმ ნიუ-იორკისთვის, სადაც მძიმედღიური შრომა ღირსეული ღამის დასვენების გარანტიას არ გაძლევს. აბსოლუტურად ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნით ისეთ შერცხვენილ პოლიტიკოსებს, როგორიცაა ენდრიუ კუომო, რომელიც ასუსტებს საზოგადოებრივ ნდობას, ავიწროებს ქალებს და უტიფრად ცდილობს დონალდ ტრამპთან და მის დონორებთან თანამშრომლობას. ამით ზოჰრანი თითქოს იმავე ინტელექტუალურ ხაზს აგრძელებს, რომელიც მამამ აფრიკისა და სამხრეთის პოლიტიკურ ისტორიებზე გაადარა. მაგრამ ახალ სარბიელზე, დასავლეთის ყველაზე სიმბოლურ ქალაქში. თუ მაჰმუდ მამდანი წერდა ეკონომიკური ძალაუფლების ხანგრძლივობაზე პოსტკოლონიურ სახელმწიფოებში, ზოჰრანი იმავე მექანიზმებს ხედავს თანამედროვე მეტროპოლიის სოციალურ ცხოვრებაში. ნიუ-იორკის არჩევნები წელს შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან მომენტად არა მხოლოდ ქალაქის, არამედ ამერიკული პოლიტიკისთვის. ზოჰრან მამდანი ცდილობს აჩვენოს, რომ სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობა შეიძლება იყოს პოლიტიკის საფუძველი, თუმცა ამის მიღწევა ისეთ ქალაქში, სადაც ფინანსური ელიტა ისტორიულად დომინირებს, მარტივი არ იქნება. მისი წარმატება ან მარცხი აჩვენებს, შეიძლება თუ არა მემარცხენე დღის წესრიგმა დაიმკვიდროს ადგილი ამერიკის ყველაზე კონკურენტულ ქალაქში. და რამდენად მზად არის დასავლური დემოკრატია იმ პოლიტიკისთვის, რომელიც მხოლოდ წარმომადგენლობაზე კი არა, რეალურ გადანაწილებაზე საუბრობს.